ჩემო კოლეგებო, დღეს რატო შევიკრიბეთ აქ და გვაგაფართოებული სხდომა ჩვენი ტელევიზიის, მოგეხსენება ჩვენ ვართ ერთ-ერთი სერიოზული რეგიონული ტელევიზია, მაგრამ ჩვენ შეგვეხო ეკონომიკური კრიზისი. გვიმცირდება ბიუჯეტი საგრძნობლად. ოჯახ. საგრძნობლად მცირდება ბიუჯეტი, ამიტომ ამ სამსახურს დატოვებს ბევრი და პირველ რიგში დატოვებენ ისინი, ვინც ჭორაობის და ყავის სმის მეტს არაფერს არ აკეთებდა ამ სამსახურში. დატოვებენ ისინი სამსახურს. ასე ოპერატიულად რო ემუშავა ამათ, მოკლედ, რა მინდა რომ გითხრათ. საინფორმაციოს რედაქტორი ერთი სერიოზული დარტყმა მიიღო ჩვენმა ტელევიზიამ, საინფორმაციოს მთავარი რედაქტორი წავიდა სამსახურიდან. ეზილი დახვდა განცხადება აქ და იძულებული გავხდი და მეკმაყოფილებინა, თუმცა სერიოზული დარტყმა მივიღეთ, მინდა გითხრათ. განცხადებაში წერს, რომ მე კატეგორიულად მევითხოვ წევიდე სამსახურიდან. და ძალიან გთხოვთ დააკმაყოფილოთ ეს განცხადება. თქვენ თუ არ გამიშობთ, დავაწობით ჩემით. მე იურისტიულად მართალი. ვერ შეიძლება. მინდა გითხრათ, რომ მანქანა ვეღარ მოგვემსახურება, იმიტომ რომ არ გვაქვს ბენზინი, განათება არ იქნება სტუდიაში, იმიტომ რომ არ გვაქვს ფული და სიუჟეტებს ვერ გადავიღებთ. სიუჟეტებს რატო ვერ გადავიღებთ? კამერა ხო გვაქვს? ბიჭო, რატო ვერ გადავიღებთ სიუჟეტებს და გივის აქ ის კამერა წაღებული, ქორწილს იღებს. ოიტაც მე იმ ქორწილს დავჭერთ, იმას დავამონტაჟებ, დავჭეხავ, გასართობიც იქნება მუსიკალური და ბოლოს ბაევიკი იქნება, ჭხუბი ატყდება. აი ხო იცი ახლა რა საოცრია. ხო. გასაგებია ხო? გრიმის ფული აღარ აგვაქვს. ამიტომ ის ჯიმშერი მერტიბაშოკი პურის გვილი კი არა, ჭადის გვილი რომ მოიტანა აქ. სახში უნდა წამიღო, ის გადავიტანოთ საგრიმიურში. ხო. იმას მიგაკითხავთ და ხა სახელი. მედი რა კაცო, გრიმის ფული თუ არ არის, მაშინ ის დილის გადაცემას დავხუროთ, ყველა არის კაცო. ბიჭო. რატო უნდა დახურო, მოკეთე. კაცო. რატო უნდა დახურო, დილის გადაცემა მითხარი უყურებს ხალხი. რას კაცო, ის დილის სამზარეულო არავის არ აინტერესებს, პროდუქტები ჩვენ ვერ მოვგავთ და ჩანგარს ხარშავთ ის იმას. დილადრია, რა აზრი. მართალია, იმ დღეს გქონდა დაფნის მწვადი და დაფნის მწვადი რა შევატყარი. კარგი, მაგ საკითხზე ვილაპარაკოთ, მაგრამ გასაკვები უყურებს ხალხი ჯერჯერობით. ბატონო ნიკო და მუსიკალურ პროექტებზე რა ხდება? დაიხურება რა მუსიკალურ პროექტებს რაც შეეხება, მუსიკალური პროექტი დარჩება ნაწილობრივ, ნაწილი დაიხურება, ნაწილი დარჩება. ეგ როგორ? მისამღერი დარჩება. აჰა, მისამღერები დარჩება. კი. გასაგებია ხო? და რაც შეეხება ქრონომეტრაჟს, უნდა შევამციროთ ყველა გადაცემების. რაც შეეხება შენ ზღაპრებს. საღამოს როყვები, ქრონომეტრაჟი უნდა შევამციროთ ყველანაირად. უნდა მოკლედ მოყვე ის ზღაპარი. კაცო, ერთი რაღაცა ვერ გამიგე, რანაირად შევგვეცოდა დავაპატარავო, კაცო, გადაიცეს დაპატარებული მაქვს. ზღაპრებს ასაწყვები დავაპატარავე, ყველა კაცო, ის ხონდა. რაც ხონდა კომპლექს ხვალდა 5 ცხვარი დავიყვანე 2 ცხრამდე. შევგვეცე 5 კუნჭულა განაწვალე 2 კუნჭულზე ჩამოყვანილი. 100 ფუცალა დავიყვანე 40 ფუცალზე. ახლა ნახევარ გადამასრა და გადაპატარება მომდა, ხათო კულტურას ხوار დავუტოვე მარტო. მართალია. მედი რა დავაბადო? ბავშვებს დამთხნარებას დაძილებას და დამთხნარებას ვერასდროს დამთავრებულია ზღაპარი უკვე კაცო. რეალურად არის, მაგის საშუალება უკვე. მართალია. ნუ არ ვიცი რაღაცა ნუ უკაცრავად გარეთ გელოდებით ძალიან დიდი ხანია და ჩემი ამბავი როგორ გადაწყდა? ოირედა. დიდი ბოდიშით რა. ესე იგი, ერთი წუთით სერიოზული საკადრო ცვლილებები კი არა და შემცირებები იქნება კადრებში. ხო ხედავთ, შეკეთეთ რა დღეში ვარ. მეტი რა გავაკეთო? ჩემი მდივანი აგერ უნდა გაუშვა და ამის მაგივრად უნდა დავრიჟო ჩემი ძოლი მოვიყვანო მდივნად. მეტი მსხვერპლი რა გავიგო მითხრა. გემ შეხედი ამას?
თქვენი ცოლის ნახე. ერთი წუთი დამელოდე და გამომა. გარეთ კი, დაგელოდე. ერთი წუთი დამელოდე თუ აი კიდ გელოდებით. ვაიმე და. აბსოლუტია. რა შეიძლება დაცვა არ გვეყოლება? დაცვის ალიკა გაუშვით. რომელი ალიკა კაცო? სემს რო წევდა ცალი ხელით. გასავალარაკო. მე ვინ უნდა ბევრ დაგუშვე? ჭამს რა შეიძლება დაცვა ავიყვანეთ ახალი. სად არის? ავიყვანეთ, დაუძახე იმას კაცო, დაუძახე. შემოვიყვანე, შემოუშვი ერთი ბუბუკა. შოთა! აი მოვიდა. ეს არის დაცვა? ეს ამან უნდა დაგუჩვა? ბატაშორის ახლა ტანად არის პატარა, მაგრამ სერიოზულია. რა შეიძლება ხმაც ახლა შეიძლება იფიქროთ რომ ვერ იყეფებს, მაგრამ თავზე დავამონტაჟებთ ამას ხმის გამაძლიერებელს. და როიბეს იმ დღეს მეგაფონში ამან იყეფა. მთელი ქუჩის კატები არ გვინახავს და უშინდენად სოლე. ამას არ უნდა საჭმელი? საჭმელი არ უნდა ამას? ამას ერთი-ორი მიჩინი ეყოფა. კარგი. ვაი და ჩვენი ვლად. აბა მიდი ბუბუკა შემოუარ ერთი ჩვენ ქონებას ტელევიზიას და კარგი ისე შემოვაროს. მინდა გითხრათ რა შეიძლება დამლაგებელი უნდა გაუშვათ რას ლაპარაკობ კაცო დამლაგებელი სადღა უშვებ. მონტაჟს ვიღა გააკეთეს. მართალია დამლაგებელი ხო მონტაჟს აკეთებს. ესე იგი მაშინ უნდა გაუშვათ მზარეული. სარეული რანაირად კაცო მიყავს საღამოს გადაცემა. საინფორმაციო მიყავს ზარეულს. აბა გასო უნდა გაუშვათ. გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორი გაუშვათ? ხო. გენერალური დირექტორი რას აკეთებს? გენერალური დირექტორია რა. გაუშვათ მე რაღაცა. გაუშვათ. მარტო გენერალური დირექტორი. ეგ ბიზნესმენი არ ვარ. რა შეიძლება? ამხანაგო მარშალია, შენ ძალიან მომწოხარ, კარგი ბიჭი ხარ, კარგად მიყავს ეს გადაცემა, მაგრამ რახან კადრების შემცირება შენ თავზე უნდა იყო და გარე ჩართვებზეც უნდა გახვიდე შენ ქუჩაში. გარე ჩართვებზეც უნდა გახვიდე კი. კი ბატონო, არა მაქვს პრობლემა, მაგრამ მე მგონია რომ დაფინანსება უნდა გამიზარდოთ და ჩაცმულობის პრობლემა მოვაგვაროთ. რა ჩაცმულობის პრობლემა? რანაირად უნდა მოვაგვარო ჩაცმულობის? რა დაფინანსება გინდა მითხარი? რა ვქნა ბატონიკო, სტუდიაში რომ ვიჯექი ხმას არ ვიღებდი, მაგრამ გარე გადაღებაზე ესე როგორ გავიდე? არ ჭირდება დაფინანსების გაზრდა? განდერობი გამოვიწო, ტოდები, სოდა მე 1-3 სანტიმეტრი. ო, არა უშავს, რაღაცას მოვიფიქროთ, რაღაცა უნდა სოფელია და ხალხი მიყურებს თორე რა. შენ მუხზე მოტარგიო, ფეხები თორე ბუნგებო, გამშველი ფეხები ხა. რა შეიძლება რა უნდა გითხრათ რა? ყველა მივიფიქროთ და რაღაც სტრატეგია უნდა მოვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ეს ტელევიზია რა. ბატონო დირექტორო, ახლა რა არის ერთი სტრატეგია მე მოვიფიქრეთ, გამისხდა თავი გოშის ფიქში. თოქ-შოუ რო გავაკეთოთ, პოლიტიკური იქნება კაი აზრი. თოქ-შოუ გავაკეთოთ, ვინ წაიყვანს მე თოქ-შოუ? მე წავიყვან. შენ? ხო, წავიყვან მე და მოხდა. ლომი და თოქ-შოუ მიყავს. კაცო, ლომი ხო არის სიძლიერის სიმბოლო. მე სიძლიერე და პოლიტიკა და სიძლიერე ერთმანეთთან არის, კაცო, სახვედრაში. აბა რა გვინდა, იგა გრიგოლია, რატო იყო ის მაგარი ისა და რა ჟურნალისტი? ახლა ლომივით არ არის, იგა ბალა ფოცხარია, კაცო, დაპორტყლი იყავდა სტუმრები, იქ და ერთ ამბავში იყო, მაგით ხაჭავდა, თორე. რო და მომაწევი ციგარი დავნერული იყო. ერთ სიგარეტს ეწევი, შეცუდათ არ გახდი. ერთ სიგარეტს მეც ახლა ცხენის ფორმა არ მეცვას, კაცო. ინდრეს ადამიანი მაქვს, კაცო. ვეზეოდი ქარმა და უბერა ამიბრიალდა ეს ფაფარი. ხო და ძლივს გადავჭი, კიდევ ეს სიდედრი იყო სახში, კაცო, ხორთუმი ჩაყო, ანაში დაასხა, წყალი გადაგა. სიდედრს გასო ხორთუმი? სპილოსავით არ არის, კაცო. აი შევხვდით. კარგი, მომისმინეთ, ჩემი აზრით უნდა გავზარდოთ სარეკლამოს ფასი. სარეკლამოს ფასი უნდა გაიზარდოს. როდის ვამბობ? პრაიმ ტაიმში საინფორმაციოს დროს 30 წამიანი რეკლამა რო 1 ფუთი სიმინდი ღირს, ეს არის ცოტა. მართალია. 1 ბატმანი მაინც დავამატოთ. მართალია. მე მაქვს იდეა. ჩემ მასალებს მივყიდი BBC-ს და ფული შემოგივა დამატებით შემოსავალი. ავიდო კაცი, შტერი. ჩამოყალიბებული. BBC-ს მივყიდი.
BBC-ს მივყიდი. ვიღა თუ და BBC შენი მასალა. იცი რა BBC-ზე ვამბო? იცი რომელ BBC-ზე? რომელი BBC? ხო. ვიქტორია ბიცაძის სიმამს. BBC მაგის მიშვილის ნათლობა გვაქვს და კასეტებზე და გვეხვეწება 2 თვეა და მივიცეთ. ხო და მაგას გეუბნები, კარგი ბიჭი ხარ შენ. ეცა, ამდენ სისულელეს ლაპარაკობ, კაცო. და მასზე გინდათ ფული შოვნა? მაცადე ცოტა ხანდა ვიშოვ. შენ საიდან ისო? ბებია ჩემი არის ცუდად. ხო და ეხლა თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ქელეხში და ჩემოა ფული ძმაო, ჩავდე ტოტნიაში. გენაცვალე და ბებია შენია ცხოდაღმენ და ცხადია და საკაც ვერაცვალე კაია. სხვათა შორის კარგი აბსოლუტ ბიჭი რა დრო იყო? რა დრო როგორ ვიყავით არა? როგორ ვიყავით? გაშლილები ფული იყო ჩეთკილი. ეგ მაგარი ფული. ნოდარა ბროშკაბიელის თქო მოიტანა. სოფელში რო დაარიგა. ნახევარმა სოფელმა ჩამა იშყავიანის სოკო რა. ნეკროლოგი, ფული ნეკროლოგი. და კარგად ვიყავით, კაცერა. კაი დრო იყო, კაი, კარგად ვიყავით მართლა. ეს ტელეფონი იყოს. დიახ. რა დრო დაგვიდგა? კი ბატონო. ტელევიზია, კი. კი ბატონო, სარიტუალო დარბაზი. ვაქირავთ ფარს, კი ბატონო. ქორწი. კი ბატონო, განაცვალე. შავათი, კი. ფართი კედელი იხსნება, ყველა მომბძანდით ნახავთ. კაი. ლომზე უთხრა. კაი განაც. ლომი, საცურკოს ანახავთ, ყველაფერი. კი განაცვალე. 2 საათში გელოდებით მაშინ 2 საათს. აბა ვიჯები, აბა დაწყე. არის შექმნა. უცებ გადავაწყო ტელევიზია, ახლა სარიტუალო დარბაზი ქორწილი არის. ამას გადავაკეთე. გამიგოს გამიდა ეს მოდი. ალო ეს სპალერი გადავაკეთე. კარი. მიდი. მოდი ვეგადი ასე ვეგადი მოდი. ბატონიკო, ჯუნჯერი საიდან წამოვიღო? ჯუნჯერი. ნუ მიგერა, მაჩ ვიხარ ვიღაცა. ახლა მიყვარს აქაურო. ეს დიახ, გამარჯობა გამარჯობა. ხალბატონო. გისმენთ? ვაი, დედა პროცენტი მაგ გადასახდელი. პროცენტი უნდა. თქვენთან უნდა გადავიხადო პროცენტი თუ? სესხის. დიახ, სესხის აი, გვერდზე უნდა პროცენტი. მიბრძანდეთ სალაროში და იქ უნდა გადაიხადოთ. დიდი მადლობა ხალბატონო. გამარჯობა. ჩემი ბიძაშვილები არ ყოფილან აქ? ეხ ჩემი ბიძაშვილები აქ არ მოსულან? რა ვიცი თქვენი ბიძაშვილებია. ჩემი ბიძაშვილები უნდა მოსულიყვნენ, თქვენი ბანკი უნდა გაეძარცვათ, ეხლა არ მოსულან? გაეძარცვათ? ხო, თქვენ არ დაგაყაჩაღეს ჯერ თქვენ? არა, ჯერ ბიძაშვილები არ მოსული. რა უნდა ვქო ეხლა? ტაქსი მელოდება გარეთ რა უნდა ვქო? ფული მინდა. 1-20 ლარი არა გაქვს რომ ასეს ხო? უცებ და რომ ჩემი ბიძაშვილები არ არის, იცით როგორ არის ჩვენთან. ჩემი ბიძაშვილები რომ მოვლენ, როგორ დაგაყაჩაღებენ, 20 ლარით ნაკლები მიეცი რა და всё, მომე რა. ესე პირდაპირ თანხმაშებზე ჩვენ გვაქვს სესხები. სესხები არა, ის რა სესხები მოვლენ ჩემი ბიძაშვილები და მე ნახე. სესხები. რა თქმა დიახ. დიდი მადლობა ხალბატონო. გადაიხადეთ? ყველაფრისთვის გადასარევი კარგი მომსახურება. არაფერს. გადავიხადე პროცენტი. არ მეტყობა? იუთვეში რომ დავფარავ, მერე უფრო კარგი სანახავი ვიქნები ხალბატონო. დიდი მადლობა. დიდი სასაცილოა. აი შეხების. ძალიან კაი
შერასაკეთე ბიჭო. მიგეცე ნიგობიცას დრუსე. დრუსე ბიჭო. დაწეკით ყველა! სკოლა! სამბო ბიჭო. სკოლა კი. ყველა დაწეკით ძაცვა! ყველა დაწეკით! დაწეკით მითავზე! როზე ყველა! როზე ყავს! ერები თავზე ჩავაიდე, ეგრე! დრუსე. რა მადრიანა არ გაიწრას არავინ. ეს ძალიან დიდია მეთაურო. არ ეტევა. ფული დროზე! ფული თორე გაგაცხლავია ცუც! ფული გაგაგრანდა თორე გაგიხრიდა შუბლი! ერთი წუთით მომისმინეთ რიგის ნომერი აიღეთ და შემდეგ მოგბრძანდით. დიახ, იქ მიგბრძანდით და შემდეგ მოგბრძანდით. არ გაიწრას არავინ. პირველი ვარ. კი. ესე იგი რა მომსახურება გნებავთ? ფული მინდა გაგადროზე, ფული ამოიღე დროზე! გააწყე ფულს თორე გაგიხრიდა შუბს, მალე ფული ამოიღე დოლარები! უკაცრავად ტელეფონი მირეკა, ბოდიში რა. მე რა დროს დამირეკა. ხოდე! ხო! არა შენ თავს ფიცა ვარ, არა. არა ეზოში ვარ, დედა. შენ თავს ფიცა ვარ და ეზოში ვარ, ხო? კონტროლი ყველა. არა, არაფერი ისეთი კაცო, ბექასახარი და ისე ბოდიში რა თუ ხარებს. ხო დედა, ხო, არანაირი პრობლემა არა. არა რავსვა, არა ისა. არაფერს არ ვსვა. ხო დედა, კაიდე, კაი, მალე ამოვა, ხო? ერთ საათში მოვალ. რა გაგაფული თორე გაგაცხნაბიებ ცუ. ფული რაზე თორე გავასხვევინეთ ვინ? აიგრე, ჯიგარზე ფული. კაცო შეგიდე, კაცო, გასხვევინე ერთი რა, ისე მოგიშალე ნერვები 5% გადასახდელი. გასხვევინე ერთი რა. გავასხვევინე. აბახები ხავი ყველა ფულს მოვით მაინც. მე შეიძლება ნერვები დაგეკაჩაღები თუ რა, ბიჭო. დარემზი არია, გავა, ხო? რახმა, ის რახმა. ფაინო. ნუგეშინი, სიკო. ხო. მომისმინე ნუგეშინია კამერებია ყველგან და ყველას იღებენ და დაალპობენ ამათ ციხეში ყველას. სადღარი კამერები, სადღარი. რატო არ არის? ტუალეტში გადაიტანეს ყველაფერი. ბიჭო, ტუალეტში კამერებს რა უნდა? რატომ ვიღაცა იპარავს იმას ქაღალდებს? დღეში სამი რულონი აღარ ყოფნის, გაწო ცხოველია ვიღაცა არის, არამდენი ქაღალდია. ორბილად ხარ შეგები. მე უფრო ორბილად ვარ. ნამუსოე. აბა ვის გავარ ახლა? ვის გავარ? დატოტუტოს. რაღაცა უთხარ შეგები მეთაურო კორექტებში ავიდე. ბიჭო შეხმა. საქმეს მიხედე. ეხლა ამას შუბს გავუხურდა ფული ბიჭო. როზე ფული? იცით რა არის ესე ფულს პირდაპირ ესე ვერ მოგცემ. ჩვენ გვაქვს სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები. განსხვავებული პროცენტებია რა თქმა უნდა და შეგვიძლია ბევრ წელზე გადაგინაწილოთ, მაგალითად $10,000 გატანის შემთხვევაში, მაგალითად თუ იპოთეკური სესხი იქნება, შეგვიძლია 9% ნახევარად გავაკეთოთ მაგალითად. თუ და რამდენი მექრა მასში გადასახდელი? ნუ აი $220-დან $230. რა ასალა, თქვენ ყაჩაღები ხარ, ვიღაცა. გადი მასა. გამოდი, რა საკუთია. დააგდე დროზე. კოდი სეიფის კოდი მითხარი. რა კოდი გატო არ ვიცი. კოდი მითხარი. არ ვიცი კოდი, არ ვიცი. კოდი თორე ტვინი გაგასკრებინა ბიჭო. რა კოდი უნდა კაცო ის არის სკამი არის მიყუდებული. მოხსენ და გააღებ კარებს. გაინდეს არავინ. გამარჯობა. ვინ არის ეს? ვინ არის? ვინ არის ეს? დაწეკი. დაცვა მიმდინარეობს უკაცრავად ისა ბანკის გამარჯობა ყაჩაღო მძარცველო როგორ არის თავარი ყაჩაღი მე ვარ მეთაური რა გინდა ისა შეიძლება ნახეთ ერთი წუთით ხილა მეტაურო ხილა ერთი წუთით დამატეთ რა სადა ის ფული თქვი ახლავე არ გეტყვით თქვი ახლავე არ გეტყვით არაფერს არ გეტყვით თქვი ახლავე ფუტო ტვის გაგასხმენ არ ვიცი სადა ის არ ვიცი რაშია არ ვიცი ხო ეხლა რა გიქნა ო ერთი წუთით თაროზე არის მეორე თაროზე წიგნის ფულსებში დევს მადლობთ ფული გავდე სადღაც არ მახსოვდა და ძლივს არ გავიხსენ გიჟი
მივიღოთ რა. ფული. ვაკონტროლეთ ყველა თუ გეშინიათ, ავიღებ ეს ფულს. ყურადღება, ალყაში ხარ. გიჩერთ, დააბარეთ ნიადაგიდან ჩამარგდით. რასაუბრს ვერ გავიგე. დაბარეთ ნიადაგი და ჩაბარგდით. ბიჭო, შენ ვერ გავიგე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დარეკე, თუ სად დარეკე? უი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარეკე. სადარეკა. კაცო, იმას დაურეკე მინისტრს. ხო არ გადაერიე, კაცო, ვინა ხარ? შენ რიჩერ დააყაჩაღეთ ეს ბანკი, კაცო, ამოხედით ეს. შენ ვინა ხარ, კაცო? ვინა ვარ, კი არა მოგცემ ეხლა მე შენ ვიცავარ. ამდენი ხანია ბავშვს ვაძინებ, ვერაფრით ვერ და. გასაკი დროზე. კაცი დიდი არ ერთი, რით ვერ დააყაჩაღეთ. რამდენი მომეცი აქა? რამდენი გინდა? რამდენი გინდა? 20,000. 20,000, კი ბატონო. მომეცი. ბიჭო, 20,000 დროზე. არ გამოგადა, კი არა, კი. მომეცი. გასაკი, სუშენ დავინებდა. იავნა ვარდო ბანანა. მომეცი დროზე, ბიჭო! 20,000 მომეცი დაიკო! დროზე, რამდენი გინდა? 20,000 გინდა? 10,000 გინდა? შენ არ ნერვლო დედა ერთი წოდით. ნანინანა! დროზე, ბიჭო, ის გაგიშმებია! დროზე! დროზე, არავინ არ ვიშმებით! გოგო! მოიცა! ხარ გინდა ეგეთები? ნერვები არ სუსუ დედა, სუსუ. ნანა, დროზე ხლა ბიჭებო! დაიდიკო, დავიდიკო, ეს უნდა გაძაბს რომ მიდიხარ და დებილი მე გავძახავ მე დროზე ფული დროზე აღარ მაქვს წავიდე დროზე წავიდე დიდი გველი ბაუ მაცივრის განვადება და შეტრუდეთ გაჩერდა გუნდი. ესე იგი მინდა დავიწყო იმით, რომ გუნდში არის წონის პრობლემა. წონის პრობლემა გუნდში. მარშანია და პატარიძე. თქვენ ცოტა თუ არ მოიმატეთ, ხო ხედავთ, გუნდი გუნდს რო არ გავს. შეხედე, ჩამოსხმული, არიან ბიჭე, რას გავხარ, თქვენსაც ცოდავებო, თქვენ. მინდა კიდე გითხრათ, რომ ჩემთან რომ მოგაქვთ ეს რაღაც საჩუქრები და მოგხსნას რო აპირებთ ჩემსაც, ონიშენკო. დიახ, ტრენერი რომ მასწავლებელო, დიახ. შემოbrunდები თუ მე გადავიდე იქით, რო დამინახო. ის 200 არიანი სერვისი რომ მომიტანე სახლში. შეგონია მაგის გულისთვის დაგაყენებ ახლა მე იმაში რა ქვია ცენტრ ფორვარდად მაგის გამო დაგაყენებ მე რა უთხრა ბარათელს 500 ლარიანი საყურები რომ მოუტარა ჩემსონ 200 ლარიანი თუმცა წინა თამაშზე შენი კმაყოფილი ვარ მადლობთ ბატონო ტრენერო მასწავლებელო მადლობთ ამას ყოველ შეურჩია ადგილი რომ დამინახოს წინა თამაშზე ყველა საყურადღებოდ ვამბობ ონიშენკოსი ვარ კმაყოფილი 16 ქულა მოუტანა გუნდს მართალია სანამ გაარკვევდა რომელი იყო ჩვენი ფარი 8 ჩვენ ფარშიც კი ჩააგდო მაგრამ მაინც შედეგიანი იყო არა ამ ერთხელ რა დაემართა არ ვიცი ბარათელი საყურადღებოდ ვამბობ ბარათელი საყურადღებოდ ხედავ თემური გამოდი ერთდაბით წინ ემას ხედავ თემურიკანო მოდის ბურთით და შენ ხარ არ ელოდები შენ პას სასროლ პოზიციაზე თუ ხარ შენ იმის პას ნუ დაელო მოკიდე ხელ და თავის თემურიკია და თისროლე ფარში ჩაეტევა ნუ გეშინი არ არის მყელ ახლა ის რომ ვერ ჩაეტი იქნება უკეთესი ო კომბინაციას რა შეეხება თვითონ ბატონ თემურს გადმოდი წინ რა გინდა შვილა რა გინდა მითხარი ბურთს ვერ აგდებ ფარში ტარება ბურთი შენ არიცი სირბილით ვერ დარბიხარ
მომისმინე მოწირაღდაგე გუნდიდან რო წამოვა კალათბურთელი ბურთით ასე ტირილი მაინც დაიწყე შეგაი კაცო შევეცოდოთ იქნება მინიმეს არ აღმოჩნდეს გულქვა და ბურთი მაინც არ ჩააგდოს ეს მაინც გამიგეთ რა ვქნა რა ვერ წვდები და ფარს ვერ წვდები და რა ვქნა ფარს ვერ წვდები გადი გარეთ მოგიტანე იქ აწვე შენთვის ბოტასები მოგიტანე ჩაიცვის პარათელი ბატონო გადმოცი სამიანებს რატო ვერ აგდებ შენ? სამქულიანებს რატო ვერ აგდებ? ამიხსენი, მითხარ. მიზანი აღარ მაქვს, ვეღარ უმიზნებ. ვეღარ უმიზნებ. ვერ ვაგდებ. ვერ უმიზნებ. ვერ უმიზნებ, ხო? ვერ უმიზნებ. აი იმ დღეს კარგად დაუმიზნე, რა კატლეტი რო გადაიგდე ყმაში ერთი არ აგიცილებ. ის სამქულიანი არ იყო, ორი არის. ხო, ორი არის, ორი ქულიანი. ხო. ბურთის სროლა როგორ უნდა განახებ აგეთ? შეხედე. უღურებ. ასე ვისროლობ მეც, ხო? ასე ისური შენ. მომეცია. აი ეს ერთი კიდე. ორი გრჩება კიდე. მომიშალეთ ახლა ნეგვები, ხო? ამა თუ შენ მარშალია, გამოდი აქეთ. შენ რა გინდა, შენ საერთოდ. გამაგები. რა გინდა, ვუთხარ, რა გინდა საერთოდ, შენ კალათბურთში რა გინდა? რა ვქნა? იტალიაში გავაგზავნე შენი მონაცემები, არ უნდა ხარ არავის. ესპანეთში გავაგზავნე, არ უნდა ხარ. საბერძნეთში არავის არ უნდა ხარ. ახლა ლიტვიდან ველოდები პასუხს. იმათმას თუ უარი მითხრეს, შაბათქვირა საგათრო სტამბულის ბაზარზე და გაკიდი მონა. ალახე ყილები. ყილები გაიგა. ასე ვიზარ ზუსტად მოგექცევი ასე შენ. რა ვქნა? რა შედარება მას? აი, ხოქედა. ეს კაია, მაქოვე. გაიხადე ახლა თამაშისთვის გიყიდე, ვარჯიშისთვის არ მიყიდი. დატოვე იქა. მეც მინდა ეგეთი. რო გინდა მიუტანე დურგალს, მე ასილარი და გაგიკეთებს ასეთს. ო. რაჩეხ ონიშენკო. ონიშენკო. მოდი აქ. მოდი აქ. დიახ, ტრენერო მასწავლებელო. ბატონო. მომისმინე, კარგი, იმ დღეს შეგაქება რა დანარჩენ თამაშებზე რა გჭირს? დანარჩენ თამაშებზე რატო ვერ აგდე ბურთს გამაგებიე ფარს? რა მჭირს ტრენერო, ბატონო, მასწავლებელო. შეგელაპარაკები. დიახ, მე გისმეთ მეც. ხო. რატო ვერ აგდე ბურთს გამაგებიე ერთი მათხოვ ერთი ეს აქ მათხოვ. დედა ამ ხელა ფარში რო ბურთს ვერ ჩააგდებ ამ ხელა კალათში. დედა რა ხელ. გადამრევ შენ მე, გადამრევ. ჰა. სათვალე მაქვს, სპორტიული სათვალე მაქვს, ბატონო ტრენერო, მასწავლებელო. სპორტიული სათვალე. კი, იქ კარგად ვიხედები, მე ეგეთი არ არის. სადაგე ხერ სპორტიული სათვალე. აი, ჩემი სპორტიული სათვალეთი უკეთესად გავისვრი მე და მოგიტანთ წარმატებას, ბატონო ტრენერო, მასწავლებელო. აი. მომეცით ბურთი ახლა მომეცით. რა შედარება? ანებეთ. რა შედარება? რამშავი, ჩინოვიში. ვარ ძირითადში. ძირითადში არა ხარ. სათადარიგოს კამზე უნდა იჯდე. დღესაც. დღესაც. აქ არა. გარეთ დაჯექი. მომისმინეთ კიდე რა მინდოდა მეთქვა. რა შენიშნავო თქვენი მისამართი და გადავდივართ მერე ვარჯიშზე. მე რო ასე ვიზავ ხელს, ასე რო ვიზავ ხელს, უნდა მოხვიდეთ ჩემთან. ოღონდ სახში კი არ უნდა მოხვიდეთ, გუშინწი რომ მომადექით. იმ წუთში უნდა მოხვიდეთ იქ. კალათბურთის თამაშის დროს.
გასაგებია ხო? ხო. მეტი შენიშვნები არა მაქვს, გადავდივართ ბურთით ვარჯიშზე. ახლა ვარჯიშობთ, მინდა გასწავლოთ კალათბურთში ახალი სიტყვა. ანუ ბრმა პასებზე ვარჯიშობ. ვიცი მე ბრმა პასები ვიცი ტრენერო ბატონო. სხვა მაცულა შერო კი ვიცი, რო იცი ბრმა პასები. ესე იგი, ვაკეთებთ როგორ? გავიშალეთ, ცოტა გავიშალეთ. თემურიკა მოდი აქ შენ დადեք ჩემ გვერდით. ესე იგი, ხედავთ მოდის მოწინააღმდეგე, ხო? მოდის მოწინააღმდეგე. შენ ატარებ ბურთს. მოდის მოწინააღმდეგე და როგორია რომ პასს აძლევ აქეთ. ამასობაში შენ იხედები აქეთ, მაგრამ ბურთს ისვრი იქეთ. გასაგებია ხო? გონია ყველას ორი შეკოს აქ ბურთი, მაგრამ სინამდვილეში თემურიკას აქ ბურთი. მომეც თემურიკა ბურთი? საწავიდე გასვეს გას. უი მე რა მეშვიდე რა გავხნევ. ხო ვითამაშე. მე რა გავხნევ. აღარ არის. ესე იგი, შენ მოგიწევს ალბათ სავარაუდოდ თამაში. ეს კარგი ეს კომბინაცია. თამაში მოგიწევს სავარაუდოდ. ის ბურთს ვერზიდულობს, აქცია ბურთმა. შეხედეთ ბიჭო, ხალხი არახა, შეხედეთ ახლა როგორ ვარჯიშობს აგერ ადამიანი რა. მარტო დამთავრდა ხო თამაში? მარტო ვარჯიშობს. მაგარია მართლა. მარტო. ონიშეკო, ხო სწორად უყურებ შენ? მარტო ვარჯიშობს. მარტო ვარჯიშობს ადამიანი. შეხედეთ, გელი, ლომია. ლომია მართლაც რა. აი ესეთი თავდასხმაში მინდა ესეთი ლომი რო ჩატენოს ბურთი და ჩააგდოს რა. აი გამარჯობა. აგიბარდი. ალი მოდი, გადავიღლა. გადაივლე. გასვენებაში მივდივარ. დასავლეთში პანაშვილია და ახლა რა ვიღაი სავალოს. აი ბიჭო. აი ცი. ნომი. მომისმინეთ. საბოლოოდ გადავწყვიტე რა. მოკლედ რა გინდა თქვენ არ ვიცით. კალათბურთი თქვენ არ იცით. ფეხბურთი სადე არ იცით. ჰოკეიში არ ვარგიხართ. ლესვამალი არ გამოგდით. ჭადრაკი თქვენ არ იცით. ყველაზე უკეთესად რაც გამოგდით, ჩაიცვით ახლა ის. ჩაიცვით და წამოდით დღეს ვალი მაგოცილარი. ოცილარი ვალი მაგის უნდა მომაგებიეთ ახლა. მიდი გადაიცვი მაგრამ. ისევ კალათბურთი არ ჯობია. გადაიცვი მერსედესებს გამოვართვევთ 50-ს, დარჩენებს 40-40. გამიძე კუწი. გამოდი შენ. გამოდი მოვყევით. მოწიე. მოდი კარგია, მოდი. ბატონო დიახ გენეცვალე ვაიმე ზოიას არცალია დაკავებულია და რომელი შემახსენეთ თქვენითა მივხვდი დიახ ეს თქვენ ქმარ ჯადო რო გაუკეთეს დიახ გენეცვალე ხლა ხდება იცი მაგის გულისთვის მე ზოიას ვერ შევაწუხებ ძალიან დაკავებულია გადაღლილია ამ უარყოფითი აურებისგან და მოდი მე ჩაგაწერინებთ რეცეპტს ჩაიწერეთ აბა წადით ბაზარში იყიდეთ ღორის ჩლიქები ეს ჩლიქები დაფრთხით და ჩაის ჩაუყარეთ მეუღლეს. ხო, დალევს ეგრევე. დანარჩენს რა უყოთ? რა ვიცი, ახლა ხაში მოხარშეთ, ანიო წყალი მოასწრაფეთ, ხო იცით მეკებს ეშინია საერთოდ ნივრიანი წყლის. ხო და გადიან ეგრევე. კარგი გინაცვალითება. ჯილდა, ხო ზოია. მოდი ერთი გოგო აქ. დღეს ვინ აკყავს? ბევრი ხალხია? გოგო, ბევრი კი არის, ახლა ორი გათვალულია. ვინ არია? სამი არის ვირის ტვინით მოწამლული, ხო და დანარჩენი არიან პოლიტიკოსები უამრავი. დანარჩენი პოლიტიკოსები. ხო, რა ვქნა. აი, მძიმე პაციენტებით დავიწყოთ მაშინ შემოუშვი. აი, ხალო. ყველაზე მძიმეები შემოუშვი. ლეიბორისტები შემოდით. ნელა, რა იყო, რა გაკეთებთ, კაცო, ყველა შემოდით. შევდივარ მე, პირველი შედის ლეიბორისტული პარტია. ლეიბორისტები არიან, მძიმეები შედიან. შემოვიდე ზოია. შემოუშვი. მობრძანდით, გენაცვალე, მობრძანდით. ყურადღებით მოусმინეთ, რასაც გეტყვით. ვისთან მობრძანდით. ერთი წუთი, ფეხები დაიქნია კარგად. დაიქნია უარყოფითი აურა არ აქვს, მოდი. შემოდი, აღარ მინდა ეხლა კაცო მაგდენის, დაბრძანდით. გამარჯობა. რა გაწუხებთ? პარტიას აქვს პრობლემები. რეიტინგში რაღაც ვეღარ მივდივართ წინ და იქნება დაგვეხმაროთ. ლეიბორისტული შრომის პარტია. გიცანით კი. ლიდერი შალვა ნათელაშვილი. გაომეტყველებაზე გიცანით.
დაადე ხელი. ნუ აცახცახებ ამ ხელს რა იყო, კაცო, ტრიბუნაზე კი არა ხარ. აჰა, შევედი. ეს რა არის, კაცო? რა უბედურება დაბინძურებული გაქვთ აურა მთლიანად. რა არის ეს რა უბედურება? ბოლოს როდის გაწმინდეთ თქვენ აურა გენაცვალე? როდის გააწმენდინეთ ბოლოს? ეს იყო 98-ში. 98-ის მერე აურო არ გაგიწმინდიათ? არა, იმის მერე ვერ მოვიცალეთ და თქვენ გადა რო არ გაგიჭედა მადლობა თქვი ჩემო კარგო. რო არ გაგიჭედა დილას განხველებთ პარტიას? კი, ჯიბლაძეს, ძირითადად ჯიბლაძეს. ხო და ეგ ამბავია ჩემო კარგო, ეგ ამბავია გასაწმენდი გაქვს, უეჭველი გამოსაცვლელი იქნება აურის ფილმი. უეჭველი, ან გასაწმენდი მაინც. კი ბატონო, სად გავწმინდოთ? აქ ჩვენთან წმინდავენ. ეხლა ის ბიჭი არ არის თურქეთშია წასული იქ მუშაობს მოვახლა და გაგიწმინდა. ჩამოვა ხო? კი ბატონო, ასისტენტი გაგაწმინდა. კაი, კი ბატონო, ჩამოვა და გავწმინდავთ აურას. დიდი მადლობა. $100 დატოვებთ ასისტენტთან. რა $100 დავტოვებ? $100 არის ი რა არის? $100 დატოვებთ ასისტენტთან. რაში უნდა დავტოვო $100? არაფერი არ გაიკეთებია. ტყუილად მახდევინებ $100. რატო უნდა დავტოვო? რა ტყუილად გახდები? ტყუილად მახდევინებ $100. არაფერი არ გაიკეთებია. თქვენ მომისმინეთ გენაცვალე ლეიბორისტები ხართ თუ ვინც ახართ? ტყუილად იღებდით 4 წელი პარლამენტში ხელფასს და ჩემი $100-ია პრობლემა? თავრობასთან ხარ შენ შეკრული. მიდი ახლა მიბძანდი. თავრობასთან ხარ შეკრული. მიბძანდი ახლა თორე ამოგარყი უარყოფითი აურა ახლა მიდი მიბძანდი. ტყუილად მახდევინებ. მე თვითონ წავალ. ჯილდა გააცილეს თუ მარი მიეტრება. მე თვითონ წავალ. ზოია. დამიწყებენ აქ იმას. გაჩერდი, ნუ იბინძურება აურას, ხალო. არა, გაუღურე. მართალი ხარ, კი, რო მესმოდა, მაგრამ გაჩერდი, ნუ ყვები, ყვები. ვინ არიან ესენი რა? მათმა კიდე. ალო. ალო, ხო? ნაციონალები 52. ხო. ჩაწერე, ხო. ოცნება რა ვიცი. 41, 40 იყოს ჩაწერე. მემარჯვენეები 6%. კი ბატონო, კაი გავიყვან ამ ლეიბორისტებსა. ჩაუწერე 6 მაგათაც. ხო, 6. კარგი. დედა ამ ინდიაის კვლევებმა ხო შემაწუხა და ვით ვერ გამოიკვლიეს. ვინ არიან ესენი? არ მოვიდა ხალბატონო. ერთი წუთი გენაცვალე. ინდიაის ჯერ. ზოი აქ ცალია ხალო რიქში არის. შემოუშვი. არა, თუთაბი არა გაქვს და გადაიღალე. შელოცვილი ყავა გამიკეთე რა უშაქრო. უშაქრო, მობძანდით გენაცვალე. აჰა. მობძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. თავი დახარე ცოტა. დახარე და ისე შემოდი, მოდი. ხო, რა ხდება? მოდი აურას არ გაარტყა თავი, მოდი. დაჯექი. ალბათ მიცანით, ხო? ვინ ბრძანდებით? ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან. ვერ მიცანით? ხო, თქვენთან სუფრებზე მე არ ვზივარ და ვერ გავიხსენე. დაცო? ვერ გიცანი უცებ ახლა რა კაცო, ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას შეუძლია საუკუნის მანძილზე გადაარჩინოს და უშუალოდ საქართველოს. გიცანი. დაყოფილად თქვენ სპექტაკლებზე. როგორ გიკადრება და სპექტაკლები, კაც? შოუებს როდ გახდა? რა მინდა ეხა რაზე მოვედი რა? თუ შეგიძლიათ რომ აი არჩევნებზე გვითხრათ, მოვიგებთ თუ ვერ მოვიგებთ? გავიმარჯვებთ არჩევნებზე. გენაცვალე, მე CSKA-ს თავმჯდომარე კი არა ვარ. წინასწარ მეტყველი ვარ. მე რა ვიცი, მოიგებ თუ არა, მე რა ვიცი. სხვა რამე გაწუხებთ კიდე. სხვა რამე აი ამ ურჩევლის მომატებაზე მინდა რომ შემილოცოთ რა. დაადე ხელი. აქ დავადო. ოპ. დაადე. თავიდან დაგვეწევა მე შეეჩვე. შევედი. რა ხმაურია, რა უბედურება, რა არის ეს? აი მე ერთი წუთი რა ხმაურია, რა უბედურება რა. ერთი წუთი ეხლავე მოვაბარე. მუდმივად ხმაური, რატო არის თქვენ აურაში ვერ ხვდები? ეხლავე. გედოს ხელი არ გამოხვიდე მაინც. ალო. ინგა სად ახარ? კლდანში ხარ ამორჩევლოს ხვდები? ცოტა ხანი გაჩუმდი რა ხმა შემოდის. კარგი გაჩერდება ეხლა, აბა. გავაგზავნოთ ხი. აჰა. დედა დაისვენა ყურებმა რა იყო შეკალო. ხო, არა არის კი. ხალხი არის, ეხლა რო არ იყოს, ვერც დავინახავდი კი. არის ემატება. ემატება, ხო? არის, აჰა, კიდე ორი კაცი გამოვიდა სახე. არის. კარგი, დიდი მადლობა. ხალხი არის ეხლა რო არ იყოს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და ეხლა პირადულსაც შევეხები რა. ყავაზე პატიჟებ თუ რა? არა, იცი რა არის?
კუჭი მაწუხებს რა და აი რა შეიძლება რომ მაგაზე მირჩიოთ. თქვენ კუჭზე ამბობთ? დიახ. კუჭზე ახლა რა უნდა გითხრათ? კუჭი ახლა ესა ჯილდა? ხოზოია. მოდი. გააქვთ მაგის სამალი? მოკლედ ჩაუდე ჩანთაში ძროხის კუდი, კატის ყურები, ცოტაოდენი იხვის ქონი და გუდის ყველი. გუდის ყველი რაში უნდა გამოვიყენო კაცო? რა ვიცი, მეც ვერ ვიყენე, ვერც ვეკარების ეც უნია, კაცო, წაიღე, რა ვიცი, შეჭამ, ვიღაც შეყვარები. კარგით, რავი, როგორც მეტი თუ ერიე საჭირო. კარგით, დიდი მადლობა, აბა. მომეცით ერთი. მოგზაურით გენაცვალე. აი ეს ყვავის კუტი, აქ ეს იხვის ფრთებია, თუ რაც არის, არ ვიცი და ეს არის გუდის ყველი. ისე პრინციპში ხა ყვავის გუდი, იხვის ქონი, გუდის ყველი საქართველოს კი, კაი ლოზუნგია. კაი ლოზუნგი. უფასო გუდის ყველი, კაი. კარგად გზავნებოდით გენაცვალე. დიდი მადლობა. დიახ, არაფრის. ვაიმე უკაც გამარჯობა. ზოიას ვკითხავ ერთი წუთით. ზოია. ხო. ქალო დისტრიბუტორია მოსული, ყვავის ქონი მოიტანა. რა ყვავის ქონია? ბრაზილიური გაყინულები, კაცო. არ მინდა, კაცო, მაგათი გაყინული ბრაზილი არა აქვს ძალა, კაცო, მოაშორე. კაცო, ოჯახის დაგლული ყვავები მოაქვს, ჩვენიერი ახლა რა, ფინანს მეტი ძალა. ანუ არი უთხრა, არა. არ მინდა ოჯახის ყვავები ჯობია, მაგათ ბრაზილიური მას არ მინდა, კაცო. შემდეგი შემოუშვი. არა, კარგით გინაცვალე. შევძანდით ხო? შევძანდით. გამარჯობა. გამარჯობა თქვენსკენ მოგიწევთ, დაბრძანდით. აი ისა. ხილად დაბრძანდი. ხო. ქართული ოცნებიდან ვარ. დიახ. ხო და ჯადო გვაქვს გაკეთებული. ჯადო გაქვთ ქართულ ოცნებას? ჯადო გვაქვს. გენაცვალე, ჯადო რო აქვთ, ეგ არის ლეიბორისტებს, ჯადო რო აქვთ და ეგ არის ხიდაშელი, ეზეს თქვენ ლაპარაკობთ. სხვა რა გაწუხებთ? ხო და ეს და ვიცი. ხო და იქნება დაგვეხმაროთ რაღაცაში, რა ვიცი ეს ისვრის. დაადე ხელი. დაადე ხელი, დაადე. თითებს ნუ მისვავ შენი ჭირიმე რა, აი 16 წლის გოგო კი არა ვარ. შევედი. იცი რა, შევდივარ, უნდა წავიდე წინ, რაღაცა მაგდებს უკან. მივალ, თითქოს უნდა გადავიდე, რა ხდება? აი ეს ბრონირებული შუშა ხო არ არის? რა უბედურება, მოაშორეთ ეს ბრონირებული შუშა რა არის, კაცო, მოიცა ერთს გადავახტები. აჰა. ხო, ვიღაცა მორბის თქვენსკენ, ვიღაცა ტითელმაიგიანი, რაღაცას მეუბნება, არ ვიცი, კარგად არის მის. მოიცადე? ხო. და ახლა არ მოხწონ, წაგაშლილი, ხო. აი. რა მიგე? მაგი ნაციონალი ყოფილა. ნაციონალი ყოფილა მაგი, კი, მაღაზია ლაპარაკი, ჩემო კარგი. ანუ შვიდობა გვაქვს. ხო, არ ვიცი, ნუ ეხლა არსებობს რაღაცა პრობლემები, მაგრამ ვნახოთ რა, ჯერჯერობით მეც ვერაფერს ვერ ვხედავ. აი, რამდენია ჩემზე? 13 მილიონს დატოვებთ ასე. ბატონო? რა ამბავი, 13 მილიონი რა ამბავია? 13 მილიონი რა გაგიკვირდათ, გენაცვალე, რამდენს ხარჯავთ? თქვენ თვითონ საარჩევნო რა მნიშვნელობა არ გვაქვს 13 მილიონი? რა 13 მილიონი არ გვაქვს. ეხლა რას გეტყვი, ჩემო კარგო, იცი? ძალიან კარგად ხედავ, რაც გაქვთ და რაც არა გაქვთ, ეხლა და დატოვეთ ისა. მე კიდე შენ დამტრაულ ნეკრებს ხედავ. პატრულის ნომერს თუ ხედავ, პატრულის ნომერს თუ ხედავ, ერთი იქვე. და გადაგრეხილ ხელებს. მაცვი ეხლა კიდე თორე წაგიჭირე ხელში უყოფითი აურა. ისა ჯილდა გააცირეს სტუმარი მიეცრება. ხო ზოია. გააცილეს სტუმარი მიეცრება. გამობრძანდით კაცო აქეთ როგორ შეიძლება? ამა თუ ყურია კაცო. მანდარ დამიყარო ჯადოები და უყოფითი აურა. დიდი კიდე. ერთი წუთით გენაცვალეთ, ერთი წუთით კითხავ, ნუ შემოდიხარ კაცო. საიმე დედა ზოია. რა? ქალო ნაციონალები არიან მოსულები. რა უნდათ ამ ნაციონალებს კაცო, რა შემიგე შემიგეს ხელში რა უნდა? ხო იყვნენ გუშინ ეგენი. კითხაობა უნდათ ალბათ რა ვიცი. რა მკითხაობა უნდათ ქალო? გუშინ მე ვიჯექი მუნჯივით და მთელი დღე ეგენი ლაპარაკობდნენ. გზები გავაკეთეთ, ეს დავაკეთეთ, ის დავაკეთეთ, გავიგე კაცო, გავიგე, აღარ მინდა. რა ქალო რა გავაკეთე? მაგათი პროგრამა კაცო. მე ვზივარ მუნჯივით ეგენი მკითხაობენ აქეთ კაცო, არ მინდა თქო. გადი, არ მინდა თქო. არ მინდა თქო. თუ არ გაჩერდე ვითომ გძინავ, ჩახარეთ, აი ვითომ ჩაგეძინა და წავლეთ. ისა არასწალი. დედა ვინ არის? წადით მიბძან. ვაიმე დედა. ვაიმე ზოია! რა იყო? ვაიმე ხალო საგადასახადოდან არიან მოსულები მგონი რა მქონდა ჩეკები არა მაქვს ამორტყმული. რა ჩეკები არა გაქვს ამორტყმული? ვაიმე შენ ვაიმე რა ჩეკები არა გაქვს ხალო ამორტყმული? ჯადოების ზედნადები სად არის? მე რა ვიცი ამბიცია. ჯადოებზე ეს ზედნადები რა უღარ? არ ვიცი ხალო ვიცი და არ გეუბნები სიკვდილი. დამაჯერებენ ხალო სიკვდილი შენ არიქა რაღაცა მოიგე. რა გავაკეთე? არიქა მიდი რასაც ვაკეთებთ ხოლმე. რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ და სიკვდილს ვაკეთებ არის ზე რას ვაკეთებ მიდი. ხო ვაიმე დედა. ჯანდაბა შე. ერთი წუთი. ჯანდაბა სიკვდილი. დედა შენ რა გითხარი?
შენ რო ამოწყდი ამ დროში რო ჩამაგდე. არიქა დროზე კალო. დედა მოდია. ხოხორად კიდია. ვაი, შენ რა გიხარ? ამო. მოვძანდი დგენა. გამარჯობა. გამარჯობათ. ორი შოთი ხო? ცხელ-ცხელი. ბატონო? ორი დედას პური. არა. კი, არა, ორი არა. ამჟამად 50. ვაიმე, ციცო. ცხება იქნება 1 საათში მოდით. მოესწრება 1 საათში. 1 საათში. ვაიმე, 1 საათში რომ მოვბრძანდეთ, იმიტომ რომ ეხლა გვაქვს სულ 2 შოთი და ბარემ ერთიანად გაგატანთ 45 შოთს. ზეგი 1 საათში, ხო? ცხელი, 1 საათში. კი ბატონო, მოვალ 1 საათში. კი ბატონო, კარგად ზამთრობ. მოვალ 1 საათში. ციცო ჩააკარი კიდე 42. კარგად ზამთრობ. ხო, გამხეთქეს, კაცო, ამ კითხავ, მან პურის ნაჭამი არა და ერთი ვერ წავასე. კარგი, მოვალ. არიქა, საიდანაც გიდა იქიდან მოათრია 45 თონის. საიდან მოვათრიო? გამოდით, 50 საერთია. არიქა, საიდან